სალამი ფეთქებად ხალხს, დღეს ვარჯიშობ გახტამდე და ვივარჯიშებ იმდენ, სანამ ბოლომდე არ გავტიტულდებიან. დანებდი. არ დანებდი. მე დანებდი. როგორ? რა კაი თვალები გექ შეაგითხარი. სალამი ფეთქებად ხალხს, დღევანდელ ვიდეოში ვარჯიშობ გახტამდე და იქამდე ვივარჯიშებ, სანამ ბოლომდე არ გავტიტულები. ვარჯიშებზე კი დამაჩელენჯებენ ქართველი იუთუბერები. ესე იგი მეგობრებო, ჩემი წონა არის 82-83 კილოგრამი დაახლოებით და ეხლა ავიწონოთ რა არის ჩემი ახალი წონა, რომელიც მე დღეს უნდა დავიკლო. წავედით. იუ 93 კილოგრამი თითქმის 92. და ესე იგი მეგობრებო, სულ რაღაც 10 კილო მოვიმატე აი ამ ტანსაცმლით, ესე გამოვიყურები 92 კილო არა. და 105 კილოც ყოფილვარ, მაგრამ ესე დვიძე არ ვიყავი. მოკლედ 92 კილო, 10 კილო გვაქვს დასაკლები, დავიწყეთ. დღეს ქსენსუსა დაგვჯის იმით რომ უნდა მეჭიდაოს. ვისი დასჯა უფრო გამოდის არ ვიცი, მაგრამ 60-ზე ვიტყვი რომ ეხა სერიოზულად 60-ზე ვიტყვი, რომ 60 არ უშინდება სპორტულ ჩელენჯებს და გამოწვევებს. ამ კაცის სხეულში ჯანსაღი სულია ძმაო. ანუ თან მომხრევებს, თან მოსკი კი ვიხდით ეხლა მეგობრებო. და ამას იმედი აქვს რომ დამარჩოს, მაგრამ აი ამ ხელებით რა ვიცი. აი შეუდგეთ, წავედით. ამას იმედი აქვს რომ დამარჩოს, მაგრამ თქვენიც შემართებით. სენსუს ჩვენ ხარ? ჩვენი ფალავანი. ამისავით. მგონი ადროხელი, ხო კაი მოდი არა. არა, აუ გავ. ძალიან აგაბრატო. ვიდი სენსუს ჩვენი ფალავანი ხარ. ქართული YouTube არ შეაწყინო. ვიდი სენსუს დაღალე, შემდეგი მე ვარ. სტრატეგიულს უნდა მოუგოთ. შენ გამოფიტე და მე მოვუგებ რა მევარჯიში. სენსუს დაგერხა მე მგონი თვალი ჩაუგრა კამერას. აზოგუდო მაინც კარგი პერსპექტიული ბიჭია. აუ გააბრტყელეს. თავზე და არ ნებდება სენსუსა. დამთავრდა დრო ბიჭო. ეჩა რა დრო დავთავრე. ეხა იცი. სუდა так სენსუსა, აი გაანე. ახი ძმაო, მე ბრძოლი კაცი. ოდნავ ჩაყლე. მაგრამ კარგად. ხوار დაირა. არა დავიღალე ზოგადად. ჩვეულებრივი ადამიანი არ არის და ძალიან რთულია რა. უბრალოდ მე დანებება არ მიყვარს, თორე რონდომო და უბრალოდ უყვარვარ, თორე გამწევი. კაროჩე აი ამოსმუზე მინდოდა, მაგრამ ვერ შემოვედი რა. ბოლოს კი ამომისვი, მაგრამ აი. გერაცა. გამოიწერეთ აუცილებლად მაშას YouTube არხი, ლაიქეთ, იმიტომ რომ აი ესეთი ყველა ადამიანი ყავს ჩვენს YouTube სივრცეში. მოკლედ მეგობრებო, პირველი ჩელენჯი შესრულებულია. ეხლა მოქვს უფლება რომ გავიხადო ერთი ჯემპრი მაინც. რომელიც სხვათა შორის დაგვეხა. მადლობა ქსენსუსას. ესე იგი მეგობრებო, გადმოვინაცვლეთ შემდეგ ჩელენჯზე, სადაც დამაჩელენჯებს ჰიტა, რა დავალება გაქვს მომზადებული, რაშიც შემეჯიბრები. ძალიან რაღაცა ისეთი კრეატიული არაფერი. მოდი აზიდვები გავაკეთოთ, რადგან ჩემთვის სტრატეგიული იქნება ამდენი რომ გაცვი ალბათ. შეგეშლებოდა ხელი და მეც რავი 15-ს ვაკეთებ ხოლმე. მოდი აზიდვებს დავამატოთ წონები, ანუ ბლინების კილოგრამები, რამდენი კილო გინდა დავიდოთ ზურგზე და ისე გავაკეთოთ საჯიმანები, ვინ უფრო მეტ გააკეთებს. ერთი 20? 20 კილო დავიდოთ. 25. 20 კილოს ვიდევთ მოკლედ ზურგზე და ვეჯიბრებით აჯიმანიებში გვერდ. პოზებში დავდგეთ. კაია, მე გვერდ. თავი აგეჭიდაოდა. აზიდოს რავი. წავედი თო ძალიან დავწყა. მოკლედ ამ გავალებაში თუ გავიმარჯვე, გავიხდი 2 ჯემპს, იმიტომ რომ ვიწურები ძალიან და ვიდეოში შეიძლება არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრი მაცვია. კაროჩე, ეხა დამჩა
4 ჯემპრი მეგობრებო, 3 მაისური და 5 შარვალი, კაროჩე რა. აუ, შენ. და 3 ტრუსი. დავიწყოთ? დავიწყოთ. იმედია საინტერესო გამოვა. წავედით. ეხა ხო დაგიდე. სულ ესე მეპარება, კაროჩე. ისე აზრი არა. ერთად ვქრათ. ოღონდ შენ შენებურად მიაწექი რამდენიც გინდა, მე შევებურად. დავაი. 1 2 3 დანებდი. დანებდი. არ დანებდი. დანებდი. არამეტი. არ უნდა დანებდი. არამეტი. ოცსო დაიზიანე. მიდი. აღარ მინდა. 20. 23. აუ, შენ. მაგარი ხარ. ესე იგი მეგობრებო, ეს ჩელენჯიც გავიმარჯვე. 25 აჯიმანია გავაკეთე, ჰიტამ გააკეთა 20. საღოლო, რამდენი რა წონა ხარ? 105. 105 კილო და პლუს ზემოდან წონები დაიდო 20 აჯიმანია სერიოზულია. თან სუფთა აჯიმანიას აკეთებდი. საღოლ შენ და მადლობა და ჩელენჯები. ოჩახ, ამ ხელა ჩაცმულ რაღაცებზე რომ მაინც 25 გააკეთე. ნამდვილად ვიცოდე ველოდები შენს გამარჯვებას UFC-ში. წარმატებები შემდეგ ჩელენჯში, აბა შენის. მადლობა. ეხლა კი მეგობრებო, მომიპოვე იმის უფლება, რომ გავიხადო კვლავ 2 ჯემპრი. და ამჯერად 1 ჯემპს გავიხდი და 1 შარვალს, რადგან დაახლოებით 6 შარვალი მათვია თუ 5. ხალხო, დახუჭეთ თვალები. Let's go. გადმოვიმოცოთ მეგობრებო შემდეგ ჩელენჯზე. დღეს კი შემდეგი ჩელენჯი გვექნება ქიმერასთან. როგორ ხარ? კარგად მოვთავოთ. კეთილი იყოს მობრძანება ჩემს YouTube არხზე. პირველი კოლაბორაცია ამ ადამიანთან და დღეს დამაჩელენჯებს რაში? ტურნირზე ჩამოკიდებაში ვინც უფრო დიდხანს გაძლებს, ის იქნება გამარჯვებული რა. ბაზარი არა, შენ როგორც ვიცი თან ვარჯიშობ. ვარჯიშობდი, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში არა. კაი. თუ მოგაგებინებ, ძალით მოგაგებინებ, რომ შენი გახდავი ხილოც. გახტაზე არ ვიკერები ძმა. დავიწყეთ. გიჭირს უკვე? უთუ. 30. აბა ხელები მისრიალებს. ჩემი რა სამგვარია შეიძლება 3-4 შეუძლია გაჩნდეს. რა. ხელები მისრიალებს. დავა მაისმა. მეც გავიოფლე, მაგრამ შენ მაგდენი რამე რო გასწია საავო. მოკლედ ძმაო, რა ხან ეხა შენ მომიგე ამ ჩელენჯში და ვერ გავუძელდი შენზე მეთხანს. ერთი ჩელენჯი კვლავ გიწევ, ამჯერად მე ლახტაობაში, რა სიტყვა. ფიქრობ, მე უფრო უნდა გამიჭირდეს ამაში ლახტაობა. 30 წამი მაქვს, ხო? წავიდა. შენი. რამდენია? გაჩერდა. რამდენი? 53. მადლობა. 23 საავო. ო, გაია. ავი ზო, ჩაბარებულია რა, სავო. არ ველოდი მართლა. მადლობა. ეს ჩელენჯი შევასრულე მეგობრებო და გავიხდი ახლა კიდე 2 ჯემპს, თორე აღარ შემიძლია. ეს ტრუსიკამდე იხდი? ტრუსიკის იქითაც გავიხდი ისე მცხელა ეხაზო. მოკლედ, გადავდივარ შემდეგ ჩელენჯზე. კვლავ ჰიტასთან ერთად შეგახსენეთ რომ თითოეულ იუთუბერთან მექნება 2 ჩელენჯი და ჩვენი მეორე ჩელენჯი ჰიტასაც შეიძლება რომ რევანში ამიღო და მომიგო. გავაკეთებთ აზიდვას ტურნირზე. წესი იქნება რომ გვაქვს 30 წამი, მაგრამ ანუ ვინც უფრო მეც გააკეთებს იმაზეა, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს რომ წარჩუკებით და ესე არტყობით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ. შენ როგორც პროფესიონალმა ერთი მაჩვენე რომ მე მეც ეგრე ვქნა. დაეკიდები ბოლომდე გაშლიხარ, ადიხარ, ჩამოდიხარ, ეს ითვლება ერთად. ხო, ოკეი. ანუ შენ რო არასწორად ახვიდე და ჩამოხვიდე, არ ჩამეთ. არ შეგითხრათ. გაწყოს რა? ატყოს. ეს ჩემი წესებია, ძმაო, ჩემი არხი, ჩემი წესები, ბრატ. გა. 1 ჩამოდი ბოლომდე. 2 ჩამოდი ბოლომდე. 6 ჩამოდი ბოლომდე, კაი ხარ, დავაი.
შვიდი. Всё? აიყო ძმაო. ეს ადამიანი არის 105 კილო, აქვე გვერდიდან კადრიდან დაატოლეთო, მოდი ძმა, აბა დავატოლოთ ერთი. ხელს ვატოლეთ. ასე სუფთად არასოდეს მისტი. ხელს ვატოლოთ. აი ძმაო, რა ვიცი. შენ კლავჭიდელი ხო არიყავი? აი არც ისე. აი ისე აგეთებს, რომ სხეული არის მიშვეული. მოვიგე ძმაო, რაღაცა დავიტვირთო. ენერგიას უნდა გაუფრთხილდე, მეგობრებო, მე ძალიან დავიღალე და ამასობაში. გავიხდი. ყლავ. გაიმახსოვრე, ვინ გაძლევს მაისურების გახდის საშუალებას. გაიხარე, შენ რო არ ხები კი არ ვით აიხარდე. ყავდე ძმაო. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დღეს ვიმყოფებით Vision აკადემიაში, რომელიც მდებარეობს მეტრო ღმაღელეს თავზე, სპორტ დარბაზი, სადაც შეგიძლიათ რომ მობრძანდეთ, ივარჯიშოთ და იცხოვროთ ჯანსაღად და აქვე შეგახსენებთ რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია სპორტული საინფორმაციო საიტი Croco-G. ეხლა კი გავაგზავნეთ, დაგვრჩა 1 2 3 4, რა ვიცი, 5 ჯემპრი დაგვრჩა და გადავიდეთ შემდეგ ჩელენჯზე. Let's go. გადმოვინაცვლეთ შემდეგ ჩელენჯზე და გვაჩელენჯებს ჩვენი ძმა და მეგობარი ვახო ბოლოთაშვილი. ვახო, რა კაი საათი გიკეთია? ხო, ეს მეგობარს ავახია. აჰა, მაგარი საათია, მომწონს ციკოლია, ხო? დიახ. მოკლედ, რაში ვეჯიბრებით ვახო, მე და შენ ახლა ვინ უფრო მაღლა დაარტყავს ფეხს გრუშაზე? ამ ადამიანს იმის ამბიცია აქვს, რომ ჩემზე მაღალს უტყავს რა. შენზე სუფთადაც. რამდენი ხარ სიმაღლეში ჯიგარო, ეგეც ვთქვათ აღუნიშნავ? 186.7. 180, ანუ ჩემზე მაღალის არის, მე ვარ მე 80-მდე. სიამოვნებად. მეტი 81. 81 შეიძლება ვიყო და მოდი აბა პირველი შენ დაარტყი ძმაო. გითმობ აქ სპარეს. არა. ამას დაჟე ლამაზად მოგიხსნი ძმაო, უყურე? შენ თქვი ძმაო. ხო, არა, რამეში მომაგებინდიო, თორემ ცხელაო, თორე ამას როგორ მომაგებინებდი. UFC-ს მომოვა ჩემპიონს მომაგებინებდი. დათმაში მე, დავფიალო ჰამბურგერის მჭამელი კაცი. გამომართ შენ ძმაო. პოკემონები. ციკოლია გაიხადე. შენ პიკაჩუ გაიხადე. ამას უყურე. მომეც შენ პიკაჩუ. მომეც ჩემი ციკოლია. შენ პიკაჩუ მირჩევინა შენ ციკოლიას. მომეცი. ამას. შენი აი ეს არის კაი ბიჭური. შენ ხო ნახალოკელი ხარ ახლა, მოდი? ნახალოკაში ხანერად ჩხუბობთ რა. მე ხა განახებ ნახალოკაში როგორ ჩხუბობთ რა. რანდეს აი აპარატი ბიჭო ეს არა ნახალოკორი. ტატამზე ქიმერა მუღამში შევიდა და დამაჩელენჯა. ერთ წუთში ვერ დამახჩობავ. ნახოთ აბა რა გამოვიდა. ჯიუნა ხარ ბიჭო მის არა ზმაის იუთუბერები არა მარტივი ხარ მარტივი ხალხი არა ვაიმე საჩი დანებდა 2-3 გარჩენი საო მე ვერ გავიგე რამდენი იყო დარჩენი მეორე ჭიდაობის ჩელენჯიც გავიმარჯვე ბოლო 2 წამზე დაუნებდა ქინერა და ეხლა გავიხადოთ შედეგი მაისური აუ ცოტა ამოვიშუთქე შედარებით და აქ შეგახსენებთ მეგობრებო რომ ჩემი არხის სპონსორია სპორტული საინფორმაციო საიტი Croco-G. Let's go. გადავიდით შემდეგ ჩელენჯზე. გადმოვიდით მეგობრებო შემდეგ ჩელენჯზე, სადაც მათ ჩელენჯებს ჩვენი ძმა და მეგობარი ჯეო თიმი, იგივე საბა საპანაძე თუ საბა საპანაძე იგივე ჯეო თიმი. საბა საპანაძე იგივე ჯეო. საბა, შენ ამ დარბაზში ვარჯიშობ, ფორმაში ხარ ძმაო, ტანკივით კაცი და დღეს დაგვაჩელენჯებ რაში? სირბილში. გვაქვს აქ ესეთი ერთხელ შენ დაატრიალე ერთხელ მე და აქ არის სისტრაფე და 1 წუთი ვირბენთ და რა თქმა უნდა ვისაც უფრო მეტი ამოვა, უფრო გაუჭირდება ეს 1 წუთი სირბილე. აჰა, დავატრიალეთ, ტრუალებს. 11 მაგარია ძმაო. დღეს საერთოდ არ არის ყველაფერი შევწირაღდე, რა სისულელეა. როგორ მეწინა, და როგორ მეწინა.
ეხლა შენ უნდა დაატრიალო. ვატრიალებთ საბას. ნუ ძალიან დიდი ასპარა. 10-11. შენ გაგიმართა, იმიტომ რომ მე ვიცი ამდენი ჩელენჯი გავაკეთე, ვატ ჩელენჯი გავაკეთე და დაღლილი რა მინდა გითხრა, ბრატ. მაგრამ არა, მაინც შეიძლება ვიცი რომ გონი ახლა სპორტსმენი. ეხლა ნამუსია სპორტსმენი უკასო თუ ჩემზე მეტი ვირბინე და ადრა გამოვყო თავი მაგ. აი დავიწყე. მოკლედ მეგობრებო, ესეთი ხარ გავუკაშავ, რადგან ვირბინეთ 3 წუთი თუ რაღაც და ვიდრე ესე არც ერთი არ დავნებდებით ისეთი პირი უშავს და მოდი ფულზე და მაგაზე ვარ დანებდება მოიჭა. და რიო დავსვათ რომ ვიღაც დანებდეს, თორე ესე თელი რამე გავჩერდებით არ და ხარ? ლეცო რა. დავიდა. Let's go. მადლობა. და გადავიდეთ ახლა შემდეგ ჩენჯზე ამით არ დასრულებულად მინდა გითხრა. მადლობა შენ. გავიხდი კვლავ 2. და თვალები დახუჭეთ. ესე იგი მეგობრებო, შემდეგი ჩელენჯი სრულიად შემთხვევით გამოგვიწვია ფიტნეს მწვრთნელმა და რაში გვაჩელენჯებს? ბიცეპს ამოწევაში. კი. ანუ შილაკის შევხედოთ აი ამ შილაკით მაჩელენჯებენ. მარიამ წესები ასეთი იყოს, რა წონავს წევთ შენ? 20 კილო. ვაიმე. 20 კილო ამოვწიოთ, ეს ცალხელზე თუ ორივე ხელზე? აი ამით ყველა. ამით დაჟიგო, აიმე. კაი, ამით და ვინ უფრო მეცაწოს, ანუ ვინც დაიღლება და ვეღარ გაკაჩავს, ის დამარცხდება. გაწყობს? დავით. როჯონზე. Show. ბევრი ვერ გააკეთებს ამჯერს. ჩელენჯი შესრულებულია და გთხოვთ გამოიწეროთ დინამიტის არხი. მადლობა მარიამს კიდევ ერთხელ და მოგმართავთ პერსონალურ ვარჯიშებზე. მიმართეთ მარიამს, ჩემ ინსტაგრამს ამოვანათებთ აქ მეგობრებთ და ვიჟენ აკადემიაში ვიმყოფებით. ღმაღელეს მეტროსთან იმყოფება ეს დარბაზი და მარიამი გელოდება ესეთ ჯანზეა მოკლედ. მეც უნდა მოვარჯიშო, ხო? მადლობა ძალიან დიდი. შენთან ბოდიში, მაგრამ ეხლა უნდა გავიხადო რა. ესე იგი მეგობრებო, შემდეგი ჩელენჯი და საბოლოო ჩელენჯი გახდაზე პლანკაში შევეჯიბრებით ვინ უფრო მეთხას გაზებს ხელი ბიჭო. რამდენ ხანს ზე პლანკაზე? მე საშინელი ვარ პლანკაზე. ვაფშე როგეთ პლანკაზე. 1 2 3 ხალხთა შორის ცოტა ბიცეპსი მაქვს დაჭიმული, იმიტომ რომ წერან გოგომ ამის ბაჯობა. ძმა მაგარჯანზეა ვადაო. აი მეტი რა ვქნა, ყველაფერი გავაკეთე რომ გახტილი დინამიტი ენახათ. სხვა შანსი რა ვიცი. არ მგონია რომ ბევრს ქონოდა და აგერ ძმა იხილეთ, გახტილი ძუძუებს დაგვიჭიმავს ახლა. ესეც ასე მეგობრებო, რევანდელი ჩელენჯი შესრულდა და ჩემი ნუდები რახანს არიშდით და იყოს ასე. ოპა! რა ბოლოს კიდევ უნდა იხადოს? და კიდე ერთი. დღევანდელი ჩელენჯი მეგობრებო შესრულებულია. დღეს დავაგდე მეგობრებო 11 კილო ბამბა. შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ვიდეო, ავიყვანოთ ეს ვიდეო მინიმუმ 5000 ლაიქზე და გადავიღებ მორიგ გიჟობა ჩელენჯებს. მადლობა ჩემს სპონსორს პროკორ ჯის და საკვები დანამატების მაღაზიას ვიტამინი ჯის. გემშვიდობებით და ადიოს.